კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და ახლა მეორე მაყურებლის თხოვნა მინდა შევასრულო, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გაშლა არის საჯარო. ყველაზე ვერ რეზონირდება ჩემო მეგობრებო და თუ მაინც და მაინც ეს რაღაც ძალიან გაწუხებთ და გაინტერესებთ, მიმართეთ ხო ვინმეს, კონკრეტულად მე ხომ არ ვამბობ, რომ მე ჩემთან მაინც და მაინც ხო ვისაც ენდობით, მიმართეთ მას ფინანსურად გადაწყვეთ, რომ ვიღაცასთან იაფია, ვიღაცასთან ძვირია. იმიტომ რომ სიაფის გამო თუ ნდობა და თუ ის ენერგეტიკული არ გაქვთ იმ კონკრეტულ ადამიანთან, ვისთანაც მიდიხართ ტაროს გაშლისთვის, ხო, აზრი არ აქვს. ახლა იმიტომ რომ მე ვამბობ, რომ რამდენიც გინდა გადამიხადეთ და ვიღაცა მართლა 20 ლარს რიცხავს და ვიღაცა 100 ლარს რიცხავს, ხო? იმიტომ ახლა რომ 20 ლარი მაქვს მარტო და მეც ვერ გადავიხდი, წავალ და ამასთან გავშლი ტაროს, მაგრამ არ დიდად და აი მე იმასთან მინდა 200 euро რო ღირს, აზრი არ აქვს, მიხვდით? იმიტომ რომ იქ თუ ენერგიების დაჭერა არ მოხდა, თანხwebdriver თუ არ მოხდა, რაღაცაში თქვენი გახსნილობაც თუ არ მოხდა, ტარო მუშაობს ენერგიებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო? ჩემთან გასაგებია რომ რა ვიცი 10 ლარიც რო დარიცხოთ, არავინ შემიზღუდავს და ვიღაცეებისთვის მართლა საერთოდ ისე გამიკეთებია რაღაცეები, მართლა და არიან ამისი მოწმეები, დარწმუნებული ვარ ჩემს მაყურებლებში, ხო? იმიტომ რომ ხედავ კომენტარებს და ასე შემდეგ. ვიღაცები ვერ აკომენტარებენ, იმიტომ რომ სტატუსში არიან და საჯაროდ ვერ აფიქსირებენ, ხო? თავს ვერც მამაკაცები და ვერც ქალბატონები, მაგრამ კი ბატონო, ხო, აგერ ელემენტარული ენერგიის გაცვლისთვის რაღაც დარიცხე და პირადი გავაკეთოთ და ვნახოთ. ჩემთან არა, სხვასთან მიდით. ანუ საჯარო გაშლაზე, დაამყარებთ ყველაფერს, ხო და მომართავთ საკუთარ სიტუაციას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მე შეიძლება იმედგაცრუებულები აღმოჩნდეთ. ამასთან აქვე ვიტყვი და არაერთხელ მithქვამს, რომ გამოვა კონტაქტზე, ხალხო ის იქ დაასვენეთ, სადაც არის და თქვენ აქ დაისვენეთ რა. ადამიანი, რომელიც თქვენ ამ მდგომარეობაში გაგდებთ, რომ კითხვებს სვამთ ტაროსთან, მაპატიეთ, მაგრამ ეგეთი ადამიანებს ან კონტაქტზე გამოსვლა რა თქინდათ და ან საერთოდ რამე რა თქინდათ ეგეთ ადამიანთან. ძალიან მარტივია, მეგობრებო, შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, უზომოდ გიყვარდეს, მაგრამ დასვა წერტილი და წამოხვიდე. იმიტომ რომ შენი თავიც გიყვარს რა. იმიტომ რომ ახლა ზუსტად იმიტომ რომ შენ ამ ხელა სიყვარული შეგიძლია არ იმსახურებ რაღაცა იმის აბსოლუტურად არასერიოზულ ქმედებებს და ქცევებს, ხო? ახლა ერთი მარტივი მაგალითი მახსენდება რა. ნახეთ ერთ-ერთი მეგობრისგან ვიცი რომ მოკლედ 8 მარტი ახალი გავლილი იყო და მოკლედ კაფეში ხვდებოდნენ ერთმანეთს რა, ეს და თავისი პარტნიორი. 11 ტოლი 12 მარტი იყო, მიყვებოდა ეს გოგო და თან ეს გოგო მე მიფრინავდა მოკლედ საზღვარგარეთ რა, 2 თუ 3 დღეში. ხო და ამ ბიჭმა რომ მომწერაო რომ სათხარო, მე ვუთხარი რომ გამოვდივარო რა, მოგაკითხავო, მითხრა და არა, არ მინდაო ტაქსით გამოვალო, რაღაც არ მინდოდა ხოლმეო რომ დიდად მას მოეკითხებია და რაღაცა იქ სამეზობლო იქ ისისა და მოკლედ ტაქსით წამოვალო რა. ხო, კაიო, მეც აგერე ის პოინტში ვარო და მოვდივარო და 2-3 დღის გავლილია 8 მარტიო რა. და ვიფიქრევ ახლა რომ ალბათ საჩუქარი მიყიდაო რაღაცა და მოკლედ რაღაცა შევწუხდიო ძალიან და სახლშიო ძალიან მაგარი სუნამო მქონდაო რა, ისი პარისი ნაყიდიო. იდეაში მისთვის მქონდაო ახალწელსო ნაყიდიო, მაგრამ ძალიან გავბრაზდიო, იმიტომ რომ არ ახასიათებდა საჩუქრები და გავბრაზდიო და მეც არაფერი არ ვაჩუქრეო რა, რა პონჩი უნდა ვაჩუქო ახლა, რატო უნდა ვაჩუქო, თვითონ არ ვჩუქნის, არ იწუხებს თავსო და თან უკვე იმ აზრზე ვიყავიო, რომ აი არანაირ რესურს არ დებსო რა ეს ბიჭი ამ ურთიერთობაში და მე რატო ვარ ესე თავგადაკრულიო და უკვე იმ ტალღაზე ვარო რომ უნდა დავასრულო რა, უკვე მაგზას ვადგავარო, ასე ვთქვათ და ჯანდაბას ჩემს თავს უთხარია რომ ახლა ის თუ მომიტანსო საჩუქარს და მოდი მე წაუღებო საჩუქარს და მოკლედ მოვავლეო ამ რაღაცა საკმაოდ ძვირად ღირებულ სუნამოს ხელიო და თან ლიმიტირებული კოლექციიდან იყავო მოკლედ და წავედიო რა ძალიან ისე კაფეში შევხვდით ერთმანეთსო და
გადავეციო ეს საჩუქარიო და ძალიან ისე მშვიდად, აიღოვო ეს საჩუქარიო, რომ არ ავიღოვო, ვიცი რომ გეწყინებაო და გული რატო გატკინაო და წარმინე 2-3 დღის გავლილია 8 მარტიო კი, ეხა ეს რიცხვებია ჩემთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ აი, რავი, 8 მარტია, ის 11 თუ 12 მარტი რომ არისო, ხო შეიძლება რაღაცა ელემენტარული გამახარ, გაზაფხული მაინც მომილოცავო და გამოვიდა რომ სარვა მარტო საჩუქარი მე გავუკეთე იმასო რა და რომ გამოვედითო, მითხრაო რომ ჩაგეხუტებიო რა, მე წაგიყვანდა, არ მინდა იმდენად ისეთ ხასიათზე ვიყავიო რომ არ შევიმჩნიაო, მაგრამ საერთოდ არაფერი აღარ მინდოდა იმ ადამიანისგან, იმდენ რაღაცა ძალიან იმედ გაცრუებულად ვიგრძენი თავია რომ ახლა მაინც 800 ლარიას უნდა მოს, მომიტანო, მაგრამ რაღაც თვლის სამაგრი მაინც მაჩუქეო, არ ვიცი, ერთი შოკოლადიო, რაღაცით ყურადღება გამოხატეო რა. ელემენტარული ზრუნვა გამოხატეო, ფიქრი რა, ჩემზე ფიქრობო, ხო, უბრალოდ ფურცელი მაჩუქეო, რა ვიცი, სადაც ეწერებაო, რომ რაღაცა ან ძვირფასი ხარ ჩემს ან ნიშნო რაღაცით გამოხატეო რა. და არ ჩავეხუტეო რა, არ მომინდაო და წამოვედი, გავაჩერე ტაქსი და წამოვედიო და რაზე გამახსენდა ეს ყველაფერი მეგობრებო. საიდან წამოვედი, სად უკვე აღარც მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარ რო მიხვდებით, ხო, და მოკლედ რაზე მოვაყოლე, ეს გოგო წამოვიდა რა ამ ტიპისგან, მე რაღაცა კიდე პერიოდები ქონდა, მაგრამ მეთქი ხა ეგრე არ შეიძლება რა, ანგელოზივით გოგო ხარ, მილიონი ადამიანი ტრიალებს შენს გარშემო და დააფასე რა საკუთარი თავი და საკუთარი რესურსები და ენერგიები და მართლა დედოფლიდან იმას რა ქვია, პაჟს მოეპოტინები რა, როცა ამდენი მეფე შეიძლება შენს გარშემო არსებობდეს. და ძალიან სწორადაც მოიქცა ის გოგო, ხო? ამ დროს შეიძლება იმ ბიჭს დღემდე გონია, რომ თუ უყვარდი, არ წავიდოდა და ეს რაღაც სტანდარტული ფრაზა. ზუსტად ის მიდის, ვისაც უყვარს, იმიტომ რომ დაუფასებლობა ყველაფერს კლავს და აფუჭებს, ხო? ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ რა გავაკეთო? ძალიან მწარდები ხოლმე რა, ახლა 3 და 4 თვე რომ ადამიანი არ გამოჩვენილა და თუნდაც კვირა, ახლა რატო უნდა ელოდოთ ეგეთ ადამიანს? რატო? ჩაკეტეთ რა ენერგია, ჩაკეტეთ არხები, გაყვებავთ თქვენი ენერგიით. პირველი, მეორე, მესამე. გავბრაზდი. მოკლედ. ნახოთ ახლა, კარგით, მაინც ვნახოთ. პირველი ვარიანტი ვინც მიყურებს. ახლა ვინც პირველ ვარიანტს უყურებს. იძულებითი არჩევანი. გამოვა ამ ადამიანის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე, ვინც ახლა მიყურებთ, აბა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული ადამიანი. მეგობრებო, ეს ადამიანი სამყარო ერთადერთი იმის გამო გამოიყვანს ამ ადამიანს თქვენთან კონტაქტზე თუ გამოიყვანს, თუმცა ეჭვმეპარება რომ ეს თქვენთან კონტაქტზე გამოვიდეს, მაგრამ ერთადერთი შეიძლება ეს სამყარომ გამოიყვანოს იმისთვის, რომ კიდე უფრო მაგრად გატკინოთ რა. იმიტომ რომ როგორც ჩანს ვერ ხვდებით, მე სწორად აღვნიშნე, წეღარაც აღვნიშნე, თქვენ ვერ იაზრებთ, ისევე ვღაუჭებით იმ რაღაცას და ეგრე არ გინდა შენ, ხო წავიდა, ხო დაკტოვა, ხო გაცდევინებს, ეხა ისე გატკენ, ისე გაგამწარებ, ისეთი ცუდი ტონით გავიყვან ამ ადამიანს შენი ცხოვრებიდან, რომ ბოლოს და ბოლოს ჭკუას ისწავლი რა, რომ ბოლოს და ბოლოს იტყვი, რომ არ მიღირს ეს ყველაფერი. გინდა ამ ტკივილების ფასად, რომ მოხდეს? სანამ უფრო მეტად გატკინათ, მოდით რა, გაანებეთ თავი, გაეშვით, ჩაკეტეთ და თავს მიეცით ახალი ცხოვრების და ახალი ენერგიების უფლება. მადლობა პირველ ვარიანტს. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ახლა ვინც მიყურებს ამ ადამიანის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გამოვა კონტაქტზე, მეტი არა ჩემიმდერი. ეს თავისით რამე გააკეთოს ამან, როგორ გეკადრებათ ეს კონკურენცია, манипуляტორი, იმპერატორი, როდის იყო რომ ვინმეს ქეთს უხრიდა, იმას უნდა მოემთხვიონ ფეხებზე დაბანონ და მოკლედ ელაკუცონ, ხო? არა, კონკურენციის მომენტია, ხუთიანი კვერთხებით აქ 4-4 ესეთი მომენტია და საშინელი манипуляტორი, არა, მეორე ვარიანტიც არა, მეგობრებო. და მესამე ვარიანტი ვნახოთ, გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე.
და აი ნახეთ თავისით გადმოხდა ეტლი, მაგრამ ნახოთ ეს რამდენად რეალურად მოსვლის თემაა. შემთხვევით ბალანსის დაკარგვის თემა ხომ არ არის, აბა ნახოთ. რა გადმოხდა, კაცო, ამოტრიალდა უბრალოდ. სამსჯავრო სარკანი. აბა ახლა ვინც მიყურებს, მის მიერ ჩაფიქრებული ადამიანი გამოვათვალე კონტაქტზე. არა. დღეს არ ვიცი რა ენერგიებია, მაგრამ არა მეგობრებო. აქ ეს მიუხედავთ იმისა, რომ ოცნებობს ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რასაც არ უნდა აკეთებდეს 24/7-ზე თავში მაინც ყავხართ რაღაც პერიოდში უეჭველი უტიპტივებს თქვენი სიტუაცია და თქვენი პიროვნება, მაგრამ აქაც ისეთი მე რატო შენ, აი კონკურენციის მომენტია, აქაც ბრძოლის, აქაც იმპერატორი ყავს. აქაც გადაწყვეტილება რა ვქნა, გავბედო თუ არ გავბედო, მინდა თუ არ მინდა, ეგ მომენტია. ნუ პენტაკლების დედოფალი იცით რომ ნუ პენტაკლების დედოფალია და აქ რაღაცა არა. პენტაკლების არკანით რა შემიძლია აქ არა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არა. რა ვქნა, რასაც მაჩვენებს ჩემო კარგო ადამიანებო, ტარო მე იმას ვკითხულობ ჩემით ინტერპრეტირებას ვერ მოვახდენ. კარგით, დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.